როცა ვამბობ, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. საერთოდ არა, უფრო მეტად იქეთ. როცა იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება საქართველოს გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს განიხილებოდა ევროკავშირში, და ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. დღეს როცა ლაპარაკია გაფართოების პერსპექტივაზე 2030 წელზე, აღარც კი განიხილება, აღარც კი ასახელებენ საქართველოს ევროკავშირის ლიდერები. ხო, ისინი ლაპარაკობენ ბალკანეთზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე, მაგრამ არა საქართველოზე. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს ყველაფერი ჩემი აზრით ზუსტად იმ ნაბიჯების გამოხდება, რა ნაბიჯებიც საქართველოსმა მაგალითად გადადგა. არა კარგისკენ, უფრო მეტად ცუდისკენ. იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ ხელი შეეწყოთ მაგალითად ჩვენს მიღებას ევროკავშირში, პირიქით ხელი კრა ამ შემოთავაზებას. ხო, ტროტუარზე დგომის გამოც აპატიმრებენ ადამიანებს, ვინც ტროტუარზე დგას და გამოხატავს პროტესტს. მე ახლა ველოდები რომ ეს დავაჯარებენ, მოვიდნენ. ის პრობლემაა ამიყვანონ და ამიჭირონ, მაგრამ მე მაინც ვიცი რომ ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი, ხარს დაუჭერ წინსვლას და რას ნიშნავს ეს? რა ტიპის ქვეყანას ვიღებთ და რა გველოდება თუ კი ჩვენ ვიქნებით იზოლირებული ევროპისგან? რაც გველოდება ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კარგი ნამდვილად არ ხდება. იმიტომ რომ მე სხვათა შორის იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ ჩვენი მიწის 20% არის ოკუპირებული რუსეთისგან. მაგრამ ჩვენ იმასაც ვერ ვიაზრებთ, შიდა ოკუპაცია რო ხდება ჩვენთან. ზუსტად იმ ნაბიჯების გამო, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც საქართველოს და ჩვენს საწინააღმდეგოდ იღებს.